მიგესალმები და მშვიდობის სულს ვუსურვებ ყველას, ვინც აიღლეს ჩემი ვიდეო გახსნა. მეუწე საუკუნის უდიდეს წმინდას, მცხეთელს, სალოს, მამა გაბრიელს, რომ არ ეთქვა, ადამიანის სამშვიდობელი მის სისხლშია, მაგრამ სისხლი არ არისო. ამ 12 ვიდეოში ნაარსი, ასე თამამად და ლოგიკურად ჩემში ვერ გაიხსნებოდა. ადამიანის სულიერი ანატომია, საუბარი მეოთხე, სხეული. ჩვენი არსების ყველაზე თვალსაჩინო ნაწილია სხეული. თუ სამშვენელი რთულია თავისი მრავალფეროვანი ბუნებით და ფსიქოლოგიური წყობით და ინდივიდუალურობით, სხეული რთულია თავისი ბიოლოგიურ, ფიზიოლოგიური მოქმედებებით. როგორც სამშვენელს წარმართავს სამშვენელის გონება და ეს არის გულის გონება, ასევე სხეულსაც გააჩნია თავისი გონება. როგორც ღვთაებრივ გონებას გააჩნია დამოუკიდებელი სიცოცხლე თავის თავში, როგორც სამშვენელს გააჩნია დამოუკიდებელი სიცოცხლე თავის თავში, ასევე სხეულსაც გააჩნია თავისი დამოუკიდებელი სიცოცხლე თავის თავში. როგორც სამშვენელს შეუძლია იყოს მიწიერი, არამიწიერი და სულიერი, რაღაც ასეთი შეუძლია ჩვენ სხეულსაც, რადგან ასეთად მოაწყო ღმერთმა მატერიის ხილული ნაწილაკი. რა მინდა ამით ვთქვა? მატერიას შეუძლია მყოფობის სამი ფორმა გადაიტანოს. ანუ მატერია შეიძლება ტრანსფორმირდეს ქვემოთ მიწიერში ან ზემოთ სულიერში. როგორი სხეული ჰქონდა ადამს სამოთხეში? ანუ მისი მატერიალისტური ნაწილაკები მოკვდავნი იყვნენ? რა თქმა უნდა არა. მაშინ ეს ნაწილაკები მარადისობაში იყვნენ? არა. ადამის სხეული მარადისობის სხეული არ იყო. აბა რა მდგომარეობაში იმყოფებოდა მისი მატერია? არც ქვემოთ და არც ზემოთ. ესე იგი ღმერთმა მატერიის მყოფობის სამი ფორმა შექმნა, სადაც შეიძლება მატერიამ გაიცადოს ტრანსფორმაცია. ადამის სხეულის მატერიამ გაიცადა ტრანსფორმაცია ქვევით, სადაც ბუნებითია მატერიის გახრწნა და დაშლა. ქრისტეს სხეულმა გაიცადა ტრანსფორმაცია ზემოთ, უხრწნელებაში და მარადისობაში. აი ასეთი ბუნების მატერიას ვატარებთ სხეულებში. მოციქული პავლე წერს, რომ ქრისტეს მოსვლისას ბუქის ხმაზე ისინი ვინც ცოცხლად აქ შეხვდებიან ქრისტესო, წამში შეიცვლებიანო, მიცვალებულები აღდგებიანო, ხოლო ჩვენ წამში შევიცვლებითო. ხრწნილება უხრწნელებით შეიცვლებაო. რას ნიშნავს ეს? თუ არა იმას, რომ მატერიალურ ნაწილაკს აქვს თვისება, განიცადოს ტრანსფორმირება. აი ასეთი გამაოგნებელი ბუნების სხეულები მოგმზადა ღმერთმა, ხოლო ჩვენს ნებაზეა ავირჩიოთ, რომელი ტრანსფორმაცია გვინდა ჩვენ. სახარებაში მატერიის არამიწიერი ტრანსფორმაციაც კარგად შეინიშნება, ამაც დაწვრილებით ისევ წინგში. ადამიანი, როგორც სამყაროს შვილი, იქ მიწერია. აი ასეთი სამი მთლიანობის არსებები ვართ ადამიანები, სულის, სამშვენელის და სხეულის. ამ სამივე ერთეულს გააჩნია თავისი გონება და გრძნობა. მომავალ ვიდეოში მინდა ვისაუბრო ამ სამ დამოუკიდებელ გონება გრძნობაზე. ახლა კი მინდა გადახვევა გავაკეთო ისეთ გახმაურებულ თემაზე, როგორიცაა ტრანსგენდერული თემატიკა და ეს ადამიანის სულიერი ანატომიის გადასახედიდან წარმოგიდგენოთ. დავიწყოთ. როგორც წინა საუბარში ვთქვი, ადამიანის სამი მთლიანობაა: სულის, სამშვენელის და სხეულის. სული თავისი ბუნებით მონოისტურია. რას ნიშნავს ეს? სული არც ქალური ბუნებისაა და არც კაცური ბუნებისაა. ის სულიერი გონება თავისი ბუნებით ყოველივე ამაზე აღმატებულია. ეს სახარებაშიც მშვენივრად ჩანს, როცა ქრისტე ამბობს, რომ როცა ცხონდებიან, არც თხოვდებიან და არც ქორწინდებიან, არამედ არიან ვითარცა ანგელოზნი ცათა შინა. თუ სულიერი გონება მონოისტური ბუნებისაა, სამშვენელი უკვე დუალისტური ბუნებისაა. ეს ნიშნავს იმას, რომ სამშვენელი ან მამაკაცურია, ან ქალური. სხეული დედის მუცელში იყალიბებს იმ სქეს, რომელი ბუნების სამშვენელიც არის მასში შესული. აქედან ჩვენი სხეულიც
დუალისტური ბუნებისაა, ის ან ქალურია, ან მამაკაცური. ჩვენი სხეული ფიზიკურია, ხოლო სამშინველი არა ფიზიკური. სკალპელით ფიზიკურ სხეულზე ზემოქმედება შეიძლება, მაგრამ სკალპელით არა ფიზიკურ სამშინველს ვერ შეეხებით. ამიტომ ოპერაციის დროს სხეულს კი გადაიკეთებენ, მაგრამ სამშინველის ბუნებას ვერ შეცვლიან. ამიტომ ვიღებთ კიდევ უფრო დიდ შეუსაბამობას, ვიდრე მანამდე იყო. შეიძლება სამშინველზე შეხება, შესვლა? კი, შეიძლება. ეს შეუძლია მხოლოდ ანგელოს და სატანას, ოღონდ არა სკალპელს. სამშინველზე გარედან ზემოქმედება შეუძლია ფსიქოლოგს და გიპნოზიორს. სამშინველზე ზემოქმედება შეუძლია ან ღვთიურ ხელოვნებას, ან სატანისტურ ხელოვნებას. ამიტომ ამ არაბუნებრივ გადახრას მხოლოდ სამშინველისეული მკურნალობა ჭირდება და არა სკალპელი. აი ასეთი შეუსაბამოა ტრანსგენდერის სულიერი ანატომია, სადაც სამშინელი მაინც ბუნებრივად ისრჩება, რა ბუნებაც სხეულს მიანიჭა მან ჩასახვის დროს. ამით დავასრულეთ ჩემი გადახვევა ამ თემაზე და ზოგადად სხეულზეც. მომავალ შეხვედრამდე. მათ ვისაც დაწვრილებით აინტერესებს ადამიანის სულიერი ანატომია, რომელიც ძალიან მოკლედ არის მოცემული ამ 12 ვიდეოში, შეგიძლიათ გაეცნოთ წინგს ადამიანი როგორც სამყაროს შვილი. წინგს საჩუქრად მოყვება ჩემი მოგონებები მამა გაბრიელ სალოზე. დაგვირეკეთ ნომერზე 577 30 91. მადლობთ.